მოგესალმებით. მე ლელა კოტორაშვილი ვარ. თბილისის წიგნის დღეებზე სლოკაურის გამომცემლობამ 3 წიგნი მაჩუქა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას უხდი მას. ეს წიგნებია მარია ფარის მე და ოსკარი. მარია ფარი ძალიან მიყვარს მე და ჩემს მოსწავლეებს. ბაბუაჩემის მაღაზია. და მესამე წიგნი, რომელიც უნდა გაგაცნოთ თქვენს, ეს არის იშმაელი არ დამიძახოთ. წიგნის ავტორი არის ავსტრალიელი მაიკლ ჯერარდ ბაუერი, ახლა 70 წლის ყოფილა უკვე. მივხვდი მაშინვე, რომ ავტორი მასწავლებელი იქნებოდა. ისე წერს, რომ კარგად იცნობს ბავშვების ბუნებას და ავტორი, რომელიც შეყვარებული არის ლიტერატურაზე. სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, დავაკვირდი, რომ სათაური არის ალუზია ამერიკელი მწერლის ჰერმან მელვილის წიგნთან მობი დიკი, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი და ამ წიგნს აუცილებლად გაგაცნობთ მე-12 კლასელებისთვის, რომ დავიწყებ წიგნების წაკითხვას. საერთოდ ძალიან მიყვარს ლიტერატურა, ტექსტები, სადაც ხვდები ხოლმე სხვა ტექსტებთან მინიშნებებს და ამ ავტორის ლიტერატურული გემოვნებაც დაემთხვა ჩემსას, რამაც ძალიან გამახარა. ერთხელ რომ წავიკითხე, კიდევ მიუბრუნდი და მთელი კვირა დავუთმე საგულდაგულოდ წაკითხვას, რომ ამ ვიდეო ჩანაწერისთვის მომზადებულიყავი. თარგმნელი არის ილო ქარდავა, მადლობა მინდა გადავუხადო მას შესანიშნავი თარგმანისთვის და ახლა გადავიდეთ რას ეხება თემა. წიგნი როგორი თემები არის გაშლილი. მე ჩამოვწერე ჩემს დღიურში და მინდა რომ წაგიკითხოთ საკვანძო საკითხები, რომელთა შესახებ ვაპირებ საუბარს. დავიწყოთ ლიტერატურული პარალელები თანსაყვარელ წიგნებთან, რაც უკვე ვახსენე. მთავარი პერსონაჟი იშმაელი 14 წლის ბიჭია, ცხოვრობს ყავს მშობლები, ერთი და ერთი შეხედვით არაფერი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს მას, მაგრამ ამ მოზარდს აქვს ძალიან დიდი პრობლემები სკოლაში. თანაკლასელი ბილი ბეგინსი ჩაგრავს მას და ამას აქვს რეგულარული ხასიათი, ეძახის მეტსახელებს, ძალიან ცუდად მოიხსენიებს, ამცირებს, უმალავს ნივთებს და იშმაელი პირველ პირში მოგვითხრობს, როგორ იცის ამ ბილი ბეგინსის დღის რეჟიმი და ყველანაირად ცდილობს, რომ თავი არიდოს ხოლმე მას, თუმცა რამდენიმე გაკვეთილზე მაინც უწევს მასთან ერთად ყოფნა. როგორც ხდება ხოლმე, ჩაგვრალს ყავს მეგობრებიც, თუმცა ისინი სინათლეზე არ გამოდიან, ასე რომ ვთქვათ, ამ წიგნში და ამ ჩაგვრელის ფონად არიან, მისი თანამზრახველები არიან და წინააღმდეგობას არ უწევენ დენი უოლესი და დეგ სევიჯი. როდესაც სანამ სხვა თემაზე გადავალ, მინდა დაგაფიქროთ იმაზე, რაზეც მე დავფიქრდი. ერთი შეხედვით ძალიან კარგი სკოლა, თავისი კარგი დირექტორით, მასწავლებლებით, სასწავლო ნაწილით, იშმაელსაც ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება სიღრმისეულად, ეჭვი აქვთ, მაგრამ ყურადღებითაც არიან. თუმცა სულაც არ იციან რა ხდება იშმაელის ცხოვრებაში, თუ როგორ ტანჯვას გადის ყოველდღე და როგორ აქვს თვით შეფასება დადაბლებული სწორედ ამ ბილი ბეგინსთან ურთიერთობის გამო. რაც თვითონ ლიტერატურულ პარალელებს რაც შეეხება, პერსონაჟს დაარქვეს სახელი მობი დიკის მთავარი პერსონაჟის მიხედვით. მშობლებს ლიტერატურის კურსი გაუულიათ, სანამ პირველი შვილი შეეძინებოდათ და იშმაელი სწორედ ამიტომ დაურქმევიათ, რომ მობი დიკი წაუკითხავთ. იშმაელი მობი დიკი იწყება ასე, დამიძახეთ იშმაელი და ამ ფიქრობს 14 წლის ბიჭი, რომ სწორედ მისი სახელი და გვარი არის ყველა უბედურების მიზეზი, რაც მის ცხოვრებაში ხდება.
ჩაგურის შესახებ ბევრი წიგნი წაგვიკითხავს და ბევრი რომანი ითარგმნა ამ ბოლო პერიოდში, თუმცა ეს წიგნი გამორჩეული არის ნამდვილად დაგვაფიქროს როგორი ფორმები აქვს ჩაგვრას, რას განიცდის ჩაგრული ბავშვი, მოზარდი და ერთი ფრაზა ჩამრჩა გულში, ხორცსაკებ მანქანაში ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი მეორე მხარესო, როდესაც აი ამ ბილი ბეგინს დაუპირისპირდა პატარა მის თანასკოლელ პატარა ბიჭს ჩაგრავდნენ და რაღაცნაირად შეძლო და ხმა ამოიღო რომ დაეცვა ეს ბავშვი. შემდეგ ამ წიგნში ვხედავთ მასწავლებელს, ძალიან კარგს, მისის ტარანგოს და ვფიქრობ დაგაინტერესებთ მისი სწავლების მეთოდები. ეს არის მასწავლებელი, რომელსაც ცხოვრება უხარია და ბავშვები აფასებენ, რომ ზოგიერთი მასწავლებლის გამო სკოლაში დაბრუნება ღირსო და რა ბედნიერებაა, როცა მასწავლებელი მიჯაჭვულობას და დადებით განწყობას უქმნის ბავშვებს სკოლისადმი. მისი მეთოდები, რამდენიმე მეთოდი არის აღწერილი, კერძოდ გულისხმობ 5 საინტერესო ფაქტი ჩემს შესახებ, როდესაც ახალ კლასში შედის მასწავლებელი და სთავაზობს ამ საინტერესო წერით აქტივობას ბავშვებს, მეც გამიჩნდა სურვილი, რომ დამეწერა ამ მსგავსი რამ ჩემს შესახებ. ერთი კიდევ საინტერესო რამ ეს არის თამაში, რომელიც შესთავაზა მისის ტარანგომ ბავშვებს იმაზე ხაზგასასმელად, თუ როგორი დიდი ძალა აქვს სიტყვებს და მეც მინდა რომ მსგავსი აქტივობა შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს. ასევე საგანმანათლებლო პროექტები გაეცნობით, ეს არის დებატები, რომელიც ჩემთვის დღემდე მიუღწეველი აღმოჩნდა, წარმოდგენა არ მქონდა, კარგად არ ვიცოდი, როგორ დამეგეგმა, როგორი ეტაპებისგან შედგება, ან როგორ მემართა ის ხმაური, რაც მოჰყვება ხოლმე დებატებს და ამ წიგნში მისის ტარანგო ინიციატივით იქმნება დებატების კლუბი, ისმაილიც ერთ-ერთი მათგანი გაწევრიანდება და კარგად არის ჩაშლილი ყველა საფეხური, თემებიც არის შემოთავაზებული და ვფიქრობ მასწავლებლების თვალით, როცა ვკითხულობდი, თქვენც დაგაინტერესებთ, რომ თქვენს ბავშვებთან ერთად ამ ძალიან ბევრი უნარის განმავითარებელი მეთოდი და შესთავაზოთ თქვენს მოსწავლეებს. აქვე გავამახვილებ ყურადღებას ერთ-ერთ საინტერესო თემაზე, რომელიც დებატებში განიხილეს ბავშვებმა, ეს არის ფენტეზისა და საი-ფაის ჟანრის წიგნები და დებულება ასე იყო შეთავაზებული, რომ ფენტეზისა და საი-ფაის წიგნები, ჟანრის წიგნები რეალობის სახქმას აკარგვინებს მკითხველს და აი ეს მოსაზრებები უნდა გაებათილებინა ისმაილის გუნდს. საინტერესო იყო ის, რომ რამდენიმე ხნის წინ სწორედ ჰარი პოტერის შესახებ გესაუბრეთ და გაგაცანით და ძალიან საინტერესო არგუმენტები მოიყვანეს ერთ-ერთი წევრის ბილი ბარი ბეგერსლი არის ჩაგვრელი შემეშალა წეღან და ბილი არის ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარს ფენტეზისა და საი-ფაის ჟანრის ლიტერატურა და ფილმები. და ეს ბიჭი ბილი ასეთ რამეს ამბობს, როცა იკითხებიან, რომ მაგალითად ჰარი პოტერზე რას ფიქრობს და მინდა რომ წაგიკითხოთ მისი მოსაზრება. ჩემი აზრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰარი პოტერი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ძალაუფლების სწორად და არასწორად გამოყენება. ამას კი დავაკავშირებთ იმ გავლენასთან, რომელიც დიდ კომპანიებს, პოლიტიკოსებს ან დიქტატორებს აქვთ. თავად ჰარისაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, რომელსაც არაერთი ადამიანი ამოიცნობს, როგორიცაა ახლობლების სიკვდილთან შეგუება, საკუთარი ადგილის პოვნა, კიდევ ბულინგი.
იგნეიშეს შენ თქვი, ასეთი ფილმები რეალური პრობლემების გვერდზე გადადებაში გვეხმარება და ჩემი აზრით ეს კარგიცაა. ცოტა ხნით ამ პრობლემებისგან თავის დაღწევაში ცუდი არაფერია, რადგან შეიძლება ეს მათთან გამკლავებაში დაგვეხმაროს. და კიდევ რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, კერძოდ ის, რომ ამგვარი ჟანრის ლიტერატურა მომავლის საფრთხეებზე აფიქრებს მკითხველს, თუნდაც ეს ხელოვნური ინტელექტი იყოს ან რობოტები, გლობალური დათბობა და თუ კი ამ ყველაფერზე დღეს არ ვიფიქრებთ, ხვალ შეიძლება სავალალო შედეგის წინაშე აღმოჩნდეთ. ორასიო ვიცი რომ ბედის წერისთისკენ არ მივემართებით, მაგრამ ესეც ხომ ერთგვარი მისიაა. ჩვენ ცოტათი მაინც გავართ საძმოს. ეს სიმჭრელში აქვთ განხილული, რომ მაგალითად ბეჭდების მბრძანებელში როგორ არის წარმოჩენილი ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილი და როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ერთიანობას და საძმოს ამ ბოროტებასთან დაპირისპირებისას. აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ საკითხს, ეს არის მიკუთვნებულობა. ისმაელი მანამდე გრძნობს ძალიან ცუდად თავს, სანამ არ გამოჩნდება მის ცხოვრებაში დებატების კლუბი და მისი წევრები, რომლის მეთაური კაპიტანი არის ჯეიმს სკოუბი, ძალიან საინტერესო პერსონაჟი, მარტო ამ პერსონაჟის გამო ღირს ამ წიგნის წაკითხვა, ასე მგონია, იმდენად საყვარელი პერსონაჟია. და იმდენად ძლიერი ხასიათი აქვს, ის სიტყვაში მოუგებს ჩაგვრელს ბარის, რომელიც მაშინვე ეცდება, რომ დაჩაგროს და ახალი სამიზნე გამოჩნდება მის ცხოვრებაში, ესე ფიქრობს ჯეიმს სკოუბის სახით, თუმცა ჯეიმსი ძალიან ადვილად მოახერხებს მის შეჩერებას. ერთგვარ ფარად აღიმართება და აი როცა 4 ბიჭი არის ამ დებატების კლუბში და მათთან ერთად ყოფნისას თავის შიშებს დაამარცხებს ისმაილი, როგორიც არის აუდიტორის წინაშე გამოსვლა, ან თუნდაც იმის გაანალიზება, როგორ შეიძლება რა მეთოდებით შეიძლება დაუპირისპირდეს ჩაგვრელს და საერთოდ იზრდება, პიროვნულად იზრდება და საკუთარი თავის თვითრწმენა უღვიურდება. ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს მიკუთვნებულობას მოზარდის ცხოვრებაში. პირველი სიყვარულით შემოგხვდებათ და ძალიან კარგად არის გაშლილი ყველა ის ეტაპი, რაც ამ პროცესს ახასიათებს, სასიყვარულო წერილსაც წაიკითხავთ. და კიდევ შეხვდებათ სხვა ლიტერატურული ტექსტები, ჰამლეტი მაგალითად, ჯეიმს სკოუბი ძალიან განათლებული ბიჭია, ნაკითხი და დაწერს ჰიმნსაც კი, რომელსაც მორაგბეებს სკოლის კლუბს წაუკითხავს და გაამხნევებს. ამონარიდი ჰამლეტიდან კაიყმა გამახსენა და კიდევ აქვე მინდა რადგან ლიტერატურულ პარალელებზე საუბრობთ, გაჩვენოთ ბალიშის პირი, რომელიც ამგვარია და საკმაოდ ვრცელი ციტატა შევარჩია, ეს არის ისმაილი იხსენებს მამის რჩევას. მამა ჩემი ამბობს, რასაც გასცემ იმას მიიღებო, ქვითარი ყოველთვის გამოჩნდება მისი ფრაზა. თუ კარგად მოიქცევი, კარგი რამ გადაგხდება. ცუდად მოგცევი შემთხვევაში კი ცუდად იქნები. არ ვიცი მართლა ასია თუ არა, მაგრამ თვითონ ასე ჯერა ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს. რა კარგია, როცა მამა ასეთ სიტყვებს ეუბნება მოზარდ შვილს და გამახსენა ამ ციტატამ, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. აქვე მივედექით წიგნის მთავარ თემას კიდევ ერთს, ეს არის შურისძიება. წიგნი საერთოდ დაყოფილია ძალიან საინტერესო აგებულების არის 5 ნაწილისგან შედგება და თითოეულ ნაწილს წამზღარებული აქვს მობი დიკიდან წინ გარკვეული ციტატა, ერთ-ერთი შურისძიებას ეხება. ვიცით, რომ ჰერმან მელიულის მობი დიკში აქაბი, კაპიტანი აქაბი, მთელ ეკიპაჟს გამოიყენებს ამ ვეშაპმჭერნე გემის ეკიპაჟს იმისთვის, რომ შური იძიოს თეთრ ვეშაპზე, რომელმაც ფეხი მოაჭამა. და ეს შურისძიება ეუფლება ცხადია ისმაილს და უნდა რომ შური იძიოს ბარიზე. ბოლო ნაწილში შევხვდებით აი ძალიან საინტერესო მონაკვეთს, როგორ დააპირებს და როგორ მოიქცევა შემდეგ. და აქვე კიდევ ერთი ჩემს ცხოვრებასთან გზავნილი იყო ასეთი რამ, რომ
იშმაელი დაფიქრდება თავის აქციელს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ის ხედავს სასკოლო ღონისძიებაზე ბარის დედას, რომელიც ძალიან ლამაზი, ძალიან კეთილი სახი აქვს, ასე აღწერს, რომელსაც და ბარის წარმოიდგენს, რომ ამ მისი შურის ძიება როგორ ატკენს გულს, ბარი კი არა იშმაელი წარმოიდგენს ბარის დედას. და ჩემი მთავარი გზავნილიც ეს არის ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, რომ ვცდილობ გული არავის ვატკინო და ჩემს შვილებსაც, მოსწავლეებსაც ამას ვეუბნები, რადგან მის მონელება უფრო მიჭირს მე რომ ვტკენ სხვას გულს, ვიდრე ის როცა მე მტკენენ გულს და ძალიან გამიხარდა რომ თავი პერსონაჟი და თავად ავტორი თანამოაზრე აღმოჩნდა და ამ წიგნში ერთ-ერთი მთავარი საყრდენი რამ სწორედ ეს იყო რომ გულს არ სტკენს იშმაელი სხვას. იუმორი არის ხატრულ ხერხად